დღეს ჩემ ცუგოებს საჭმლის ხელიდან არ გამობრძღვნა უნდა ვასწავლო. ვიღაცა მაკითხეს რომ აი საჭმელს ძირსოდებოდა ხელში არ გეცემიანო როგორ აკეთებოდა ეხლა აგიხსენთ მაგ ყველაფერს. პირველ რიგში რა თქმა უნდა დაგვჭირდება საჭმელი. ეს გახლავთ ფარმინას ერთადერთი ჰიპერპრემიუმ ხარისხის საკვები საქართველოში, რომლებიც არის ცუგოებისთვის და ფისოებისთვის განკუთვნილი და კონკრეტულად ეს ხაზი გახლავთ მოცვის და ბატკნის, რომელიც არის grain free ანუ ბურღულის გარეშე და ეხლა ვიწყებ ამ საკვებზე ჩემ ცუგოების გადაყვანას. წავალავ წონი. უკვე ავწონი და გასწავლით თუ როგორ გადაიყენოთ თქვენი ცუგო ახალ კვებაზე. პირველი 2-3 დღის მანძილზე შეგიძლიათ ახალი კვება დაახლოებით 25% შეურიოთ. შემდეგი 2-3 დღე 50%, შემდეგ 75% და მერე უკვე სრულად გადაიყენოთ ახალ კვებაზე. ჩემი ცუგები დაახლოებით შუაში არიან მაგ ეტაპის და ეხლა მოდი ვაჭამოთ ეს საკვები. როდესაც დააკაისურდა ქაქვები და გითხრათ, და რა თქმა უნდა მოცვი და ბატკნის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ფორმულა აქვს. ეხლა რაც შეიძლება რომ არ გვეცეთ ხელში. პრინციპი ძალიან მარტივია, საკვების დადებას ვიწყებთ ძის და ცუგო თუ ჩვენსკენ წამოვა, გავსწორდებით ისევ და დავაშორებთ საკვებს. ეს განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე ლეკვებს, თუმცა ბევრი გამეორების შემდეგ აუცილებლად საბოლოო ლეკვი გაჩერდება და ხელში აღარ გეცემათ ჭამისას. მომდევნო ეტაპი არის ის, რომ ცოტა ხანი დაგველოდოთ ცუგო კვებამდე და ავირჩევთ ჩვენ ერთ კონკრეტულ სიტყვას, რომელზეც ძაღლებს ნებას დავრთავთ, რომ შეჭამოს. მიდით. ეს ვიღაცებს შეიძლება ძალიან უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსგავსივე მოთმინების უნარი ისევე საჭიროა ცუგოსთვის, როგორც ჩვენთვის, ადამიანებისთვის. მე აქვე გეტყვით, რომ ფარმინას ოფიციალური შემომტანი საქართველოში არის ფეთვერსი და ახალ კვებაზე გადასვლისას ისინი დაგეხმარებიან თავიანთი პროფესიონალი გუნდის წევრებით, სადაც ნუტრიციოლოგი კონკრეტულად თქვენ ცუგოზე მოარგებს საკვებს. ასე რომ მოთმინება ნასწავლია და რაღაც დაგვრჩენია, მე და ფრეა დაველოდოთ ამორს, როდის მორჩებიან ჭამას, იმიტომ რომ ეს ძალიან სწრაფად ამთავრებს ჭამას. დაიყო, კიდე გინდა? რაღაც შეიძლება მეტი. საქონელი გახდები, მე არ შეიძლება.